9 მაისი იცით დიანა ევროპის დაბადების დღეა, ზუსტად 75 წლის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა გამოაცხადა ევროპის იდეასთან, ევროკავშირის იდეასთან დაკავშირებული განცხადება გააკეთა და ეს ითვლება ევროპის დაბადების დღედ, როდესაც დაიწყო აი ამ კავშირის შეკვრა, თავიდან იყო გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, ლუქსემბურგი, ბელგია, შემდეგ დაემატა სხვა ქვეყნები, თავიდან იყო ეკონომიკური კავშირი, მას ეძახდნენ ქვანახშირის და ფოლადის კავშირი, შემდეგ ეს გადაიზარდა პოლიტიკურ ერთობაში და დღეს ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია ის ინსტიტუცია, რომელსაც ევროკავშირი ეწოდება, სადაც 27 წევრია გაერთიანებული და რომლის კანდიდატის სტატუსით საქართველოს აქვს ეს დიდი წარმატებაა, ერთგვარი პატივიც არის ჩვენთვის, მაგრამ აქვე არ დაგვაუწყდეს, რომ ევროპისთვისაც საქართველო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა, თავის გეოპოლიტიკური მდებარეობით, თავის კულტურით, თავის ეკონომიკური შესაძლებლობებით, თავის ტრადიციებით, ხალხით და ევროპა საერთოდ მოწოდებულია იქითკენ, რომ მუდმივად გაძლიერდეს, გაფართოვდეს, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო დაიმატოს, ოღონდ ისეთი სახელმწიფოები, ვინც იზიარებს და ერთგულია იმ ფასეულობების, რომელიც ევროპაშია, რომელიც ევროკავშირშია და სწორედ ამის დემონსტრირება იყო დღეს ეს ათასობით ადამიანი, ვინც გამოვიდა ევროპის მოედანზე, სხვათა შორის აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სწორედ ევროპის იდეისთვის არის დღეს ტყვეობაში, პირდაპირ თუ სიმბოლური თუ გადატანითი მნიშვნელობით ის პირველი ადამიანი იყო, ვინც ევროპის დროშა ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც საქართველო იყო აი სიბნელეში ჩაფლული აწია, აქ 2005 წელს ამ მოედანს ევროპის მოედანი ეწოდა და ამის გარდა შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა იმ ინსტიტუციონალური, პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმების კუთხით, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენ მოგცა თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე 2 წლის წინ, წელიწად ნახევრის წინ ქართულ ხალხს პრინციპში ავანსად, იმიტომ რომ ამ მთავრობას არაფერი გაუკეთებია, არანაირი რეფორმა არ გაუტარებია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ ხალხს მაინც მოგცა აი ეს ადამიანები და ის განწყობა, რომელიც დღეს აქ იყო ევროპის მოედანზე, სწორედ აძლევს სტიმულს ბრიუსელს, ევროკავშირს, რომ აძლევს მიზეზს, ასე ვიტყოდი, რომ არ შეზღუდოს და არ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში და არ დასაჯოს ეს ადამიანები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, როგორი მთავრობა გვყავს, ჩვენ ხო ყველამ ვიცით და ეს ევროპაშიც გაიგეს, რომ ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი იმისათვის, რომ საქართველოს საბოლოო ჯამში მივიდეს ევროკავშირამდე და გახდეს საერთო პოლიტიკური ეკონომიკური ოჯახის წევრი. ევროკავშირის ელჩი დღეს ესეთ რამეს ამბობს, რომ ჩვენო შარშან გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. შეიძლება თუ არა მოხდეს ისეთი რამ, რომ გადაწყვიტოს მთავრობამ რაღაც ამ კრიზისის მოგვარება. აი ასეთ განვითარებას, ანუ ევროკავშირის ელჩის სიტყვები ან ევროკავშირის განწყობა რამდენად აიმედებს პროტესტში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის მაგალითად თქვენს, რომ იქ რაღაც ისეთი შეიძლება თუ არა დარეგულირდეს, რომ რაღაცნაირად პროცესს მიღმა დარჩეს ეს პროტესტი თუ პირიქით, აი როგორ გესახებათ, აი ერთ მშვენიერ დღეს რაღაცნაირად მთავრობამ რომ გადაწყვიტოს ამ კრიზისის პირდაპირ მოგვარება, სად იქნება თქვენი ადგილი? თუ ეს კრიზისის მოგვარება ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს რაღაც პროტესტის ინტერესის გათვალისწინებას, აი როგორ გესახებათ? რა თქმა უნდა, არა, მხოლოდ პროტესტის ინტერესზე არ არის, დიანა, ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის, რომ რაღაც თავს მოხვეული კი არ არის ის რეფორმები, ან თუნდაც ის ღირებულებები, ლიბერალური დემოკრატია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა პოლიტიკური, პარტიული წნეხისგან და კონტროლისგან, კანონის და სამართლის უზენაესობა, პოლიტიკური პატიმრები რო ქვეყანაში არ უნდა გყავდეს, ეს ღირებულებები, კონკურენცია, თავისუფალი ბაზარი, ვაჭრობა, ეს ის ღირებულებებია და ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაზეც ევროპა დგას და რითიც არის ევროპა წარმატებული, რატომაც არის ევროპა მდიდარი, რატომაც უნდა ყველას ევროპაში ჩასვლა, მოგზაურობა, იქაური მოქალაქეობა, რატო უნდა საქართველოს ევროკავშირის წევრობა, ხო? იმიტომ რომ ის არის ერთის მხრივ
დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეორე მხრივ ვითარდება და სწრაფად იზრდება და ვითარდება თითოეული მოქალაქის პერსპექტივა, შემოსავლები, იზრდება მათი დასაქმების შესაძლებლობები. როგორც ევროკავშირს ესახებათ ხო კრიზისის დასრულება, თქვენც ასე გესახებათ? მაშინ ასე დავსვამ კითხვას. როგორც ევროკავშირს ესახებათ ერთი წამი დავამთავრებ დიან და ამ ფონზე ჩვენ გვყავს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის. ის ღირებულებები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც ევროპა დგას, ეს დემოკრატია, კანონის და სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეს მათთვის არათუ ძვირფასი არ არის, საერთოდ არ იზიარებენ, საერთოდ ახლოს გაკარება არ უნდათ ამ ღირებულებებთან, იმიტომ რომ თვლიან, რომ თუ ეს საქართველოში შემოვა და შემოაღწევს ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფოში, მაშინ მათი გადარჩევა იქნება რეალისტური და ისინი პირველივე არჩევნებზე დამარცხდებიან. თუ მიხეილ სააკაშვილი არ ეყოლებათ საკანში გამოკეტილი და ის კამპანიაში ჩაერთვება, რომც ჩართულიყო 2024-ში იმ საპარლამენტო არჩევნებზე, მიიღებდნენ აბსოლუტურად სხვა შედეგს და ესენი ყველაფერი ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, ესენი კრიზისს ვერ და არ მოაგვარებენ. ესენი კრიზისს მხოლოდ გააღრმავებენ, იმიტომ რომ ებღაუჭებიან თავის ხელისუფლებას, ძალაუფლებას. მათთვის ეს არის ძვირფასი და მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი. არა ის რომ ევროპასთან რაღაც საქართველოს შიგნით კრიზისი მოაგვარონ, ისე რომ ევროპამ ჩათვალოს, რომ თქვენ მართლა გდომებიათ ჩვენნაირი სახელმწიფოს აშენება, თქვენ მართლა გდომებიათ დემოკრატია, თქვენ მართლა აპირებთ მართლმსაჯულების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას და გაგრძელდეს, ანუ ხელახლა დაიწყოს პრაქტიკულად საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში. ესენი ამას არ გააკეთებენ, ვერ გააკეთებენ, მათ დღის წესრიგში ეს არ შედის. დიპლომატის განცხადება მე აბსოლუტურად მესმის, აბა ის ხო არ იტყვის, რომ ეხა ეს ვერტიკალი უნდა დაიშალოს, რასაც ჩვენ ვამბობთ და ბიძინა ივანიშვილი უნდა დასრულდეს და მან კი არ უნდა ჩაგიტაროს ხელახალი და თუ ადამიანელი არჩევნები, არამედ მისი კონტროლის მიღმა უნდა იყოს ის საარჩევნო პროცესი. მუდმივად ამბობთ, რომ არჩევნებამდე უნდა დასრულდეს ივანიშვილი, ეს როგორ გესახება? დიპლომატის ენა ერთია და რეალობა და ჩვენი ამოცანები სხვა. კი ბატონო, არჩევნებამდე როგორ უნდა დასრულდეს თქო, ეს არის ცალკე თემა. თქვენ ასეთ პირობებში ხედავთ უფრო ოპტიმისტურად არჩევნებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქამდე უნდა მივიდეთ, ან თქვენ უნდა უფრო კარგად დაგვანახოთ, მაგრამ ახლა მე მინდა გკითხოთ 26 მაისზე კიდევ ერთ თარიღზე, რომელზეც დღეს კობახიძე ამბობდა, რომ ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის მკაფიო გაფრთხილება, ამბობს ის. თქვენ თუ ხართ ჩართული ამ თარიღის მომზადებაში და ეს თქვათ ორი ფეხით მყარა დაპირებთ თუ ეხა ეს თარიღი ჩვენი ყველას თარიღია. მას არაფერი დიდი საორგანიზაციო თვალსაზრისით მომზადება არ ჭირდება, ჩვენ ყველა გარეთ ვიქნებით. ეს ის დიანა, იცით რა, ეს ადამიანები ფეხი არ დაუცდეთ და ანუ ვის ემუქრებიან? აი მზია ამაღლობელს ემუქრებიან, რომელმაც ლოყაზე გაუცაცუნა აი ამ პოლიციის უფროს, რომელიც უკვე მეორე თვეა თუ მესამე თვეა დარბის და ამბობს, რომ ლოყაზე ტკივილი განვიცადე და ყური ამიწითლდა და ამიტომ სისხლის სამართლის წესით უნდა ქალბატონი იჯდეს ციხეში და საკანში გამოკეტა. აი ეს არის მათი კაცობა? ესე იმუქრებიან? აი ამ პოლიციელი დგებუაძის ენით გველაპარაკებიან, ფეხი არ დაუცდეს, რომ მზია ამაღლობელივით ქალბატონები ციხეში გამოკეტონ, ეს არის მათი ვაჟკაცობა? თქვენ შეიძლება თვალი მოკარით, ბოლო დღეებში თქვენი კოლეგები დიანამ იმედიდან, იმედის ტელევიზიიდან დარბიან რაღაცა კადრები აქვთ აღებული, ტელეფონით აჩვენებენ სხვადასხვა ესე ვთქვათ რესპონდენტებს, პოლიტიკოსებს მათ შორის და ეუბნებიან ნახეთ პარიზში პოლიცია როგორ მოქმედებს რობოკოპები და რაღაც შეხლა შემოხლა არის მომიტინგეებთან. და იმას კი არ იაზრებენ, რომ იქით მხარეს გებუაძეები არ დგანან ერთი. ხო, ესე დადიან ბოლო დღეებში და აი ნახეთ პარიზში რა ხდება და ერთის მხრივ იქით მხარეს არ არიან ირაკლი გებუაძეები. ის პოლიციელები და მეორეს მხრივ პარიზს და საფრანგეთს რო ედრები, დემოკრატია ხარ, არჩევნებს აღარ აყალბე, პოლიტპატიმრები არ ყავს, კანონის უზენაესობა გაქვს, მართლმსაჯულება მიტაცებული არ გაქვს თუ რანაირად ედრები? ხო, რაღაც ახალი ამბავია, რომ საფრანგეთშიც და დემოკრატიულ ქვეყნებშიც პოლიცია სამართალდამცავები თუნდაც რობოკოპები რო არსებობენ, ვიცით ბატონო, დიახ, არსებობენ, მაგრამ ისინი მოქმედებენ სამართლის და კანონის
უზენაესობის ბატონო. ჩარჩოს შიგნით და პოლიტპატიმრებს ციხეში არ გამოკეტავენ და ლუყაზე მოცაცუნებისთვის ის გებუაძე არ დგას იქ ვიღაცა რომელიც ტირილს დაიწყებს ყური ამიწითლდაო და ქალბატონს ციხეში არ გამოკეტავს. აი ეს არის სხვაობა ევროპასა და დღევანდელ ქოცურ საქართველოს შორის სამწუხაროდ.